დავიწყოთ. ეს გახლავთ მათეს სახარების მესამე თავი. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდას უდაბნოში და ამბობდა მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ჩვენ იოანე ნათლისმცემელზე ესე ცალკე არ გვისაუბრია, ვინ იყო იოანე ნათლისმცემელი. ეს გახლავთ ლუკას სახარებაში მოთხრობილი ამბავი. ლუკას სახარება იწყება იოანე ნათლისმცემლის ხარებით, ჯერ მის მშობლებს ეხარებათ, რომ შვილი ეყოლებათ და ამის შემდგომ იოანე ნათლისმცემლის დაბადებით. ჯერ იოანე იბადება, 6 თვის შემდგომ იბადება იესო ქრისტე. ამიტომ ის არის წინამორბედი, რომელიც გაცხადებული იყო წინასწარმეტყველების მიერ, რომ წინამორბედი ეყოლებოდა, დამადასტურებელი შეიძლება ესე ითქვას ეს წინამორბედი, რომელმაც უნდა გაამზადოს მისი გზები და რა საჭიროებას წარმოადგენდა ამ გზების გამზადება. როგორ ფიქრობთ თქვენ ახლა? ღმერთი უნდა დაიბადოს, ესე იგი ღმერთი უნდა განკაცდეს და ვიღაცა მისი გზები გაამზადოს, როგორ წარმოგიდგენიათ, რანაირად? სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება ხოლმე ასეთი დასტური. ღმერთის მისაღებათაც გვჭირდება და ზოგადად ადამიანის მისაღებათაც გვჭირდება, იმიტომ რომ ვინმე ადამიანზე სანამ შენ წარმოდგენას რაღაცას შეიქმნი, იქამდე სხვისი მოყოლილით გაქვს რაღაცა გარკვეული წა. შეიძლება არასწორი, მაგრამ წარმოდგენა გაქვს შექმნილი, ხო მართალია? ანუ მე თუ თქვენ გიყვებით ახლა ვთქვათ კათოლიკოს პატრიარქზე რაღაცა ამბავი მოვყევი წინა შეხვედრაზე მახსოვს და მე ვიღაცა მადლობა გადამიხადა, რომ როგორი კარგი ამბავი მოყევიო, ამასო სად მოვისმენდითო და გარკვეული წარმოდგენა შეიქმნა, იმიტომ რომ არა აქვს ახლა საშუალება ადამიანს მივიდეს და იცნობდეს პირადად მით უმეტეს ახლა, როდესაც ამას აქში იმყოფება ჩვენი პატრიარქი. მაგრამ თუ მე ვიღაცისთვის ვარ ავტორიტეტი და მას სჯერა ჩემი სიტყვის, ის იჯერებს კათოლიკოს პატრიარქზე, რასაც მე ვყვები და ამ წარმოდგენას ესე იქნეს. ეხლა ვინ იყო იცით იოანე ნათლისმცემელი, ხა მისი შობის საკითხებს აღარ შევეხები, რომ სასწაულებრივად და ანგელოზის გამოცხადებით მოხდა მისი შობა, რომ იქ თქვა ზაქარიას ეხარა, როდესაც მსახურობდა და ელისაბედი და ზაქარია მართალი ადამიანები რომ იყვნენ. უბრალოდ ყვები რომ ეს იყო ადამიანი. გეტყვი ახლა. და ესე იგი გარდა იმისა, რომ მართალი ადამიანები იყვნენ და სამღვდელო შთამომავლობისა იყო, აარონის შტოდან იყვნენ ზაქარია და ელისაბედი ორივე უშვილოები იყვნენ და ესე სასწაულებრივად შვილი მიეცათ და ამის შემდგომ იოანე ნათლისმცემელს არ უცხოვრია საზოგადოებაში. ცხოვრობს უდაბნოში, მთელი მისი ცხოვრება არის მარხვაზე და მთელი მისი ცხოვრება არის მოღვაწეობა, განსაკუთრებული ასკეტური, ბერული თანამედროვე გაგებით ახლა ესე რომ ვთქვათ და ესეთი ადამიანი რა თქმა უნდა ხალხში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი რომ დაამოწმებს ვიღაცაზე, ბუნებრივია ეს დამოწმება ყველასათვის დამაჯერებელი და ბუნებრივია რომ ყველა ადამიანი ამბობს რომ იოანემ თქვა, ნუ მაშინ ეს ამბავი ესე იგი ესეა. ამიტომაც ჩვენ გვჭირდება და ეს გზის გამზადების ერთ-ერთი და ერთგვარი შეიძლება ითქვას მეთოდი ესე იყო. რაც შეეხება იმას, როგორ იყვნენ ნათესავები, ჩვენ ვკითხულობ კვლავ ლუკას სახარებას თუ დაუბრუნდებით. ვკითხულობთ რომ აჰა შენი ნათესავი ელისაბედი, ესე იგი ორსულად არისო, როდესაც ეუბნება, მაგრამ ამ დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ აარონი იყო ერთ-ერთი ძმა, აი 12 ძმიდან, იაკობის შვილებიდან 12 ძმას ერთ-ერთს ერქვა აარონი, რომლის შთამომავლებაშიც არიან ზაქარია და ელისაბედი და მეორე ძმას ერქვა იუდა, როგორც უკვე ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე, იუდა და იუდას შვილებში არის იოსები და მარიამი. ეხლა ამათი ნათესაობა როგორ შეიძლება ჩვენ გავიგოთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვთქვით რომ იოსების გენეალოგია, იმიტომ არის აღწერილი რომ ქალის გენეალოგიის აღწერა არ შეიძლებოდა და თუ კი მართალი კაცი იყო, ამის დასტური სახარებაში მაქვს რომ ის მართალი კაცი იყო, მაშინ გამოდის რომ ის ხვატომიდან ცოლს არ მოიყვანდა და მარიამი იგივე გენეალოგიის ქალია. შესაბამისად
იოსები და მარიამის გენეალოგია ერთი და იგივეა. ზაქარიას და ელისაბედის გენეალოგიაც ერთი და იგივეა, მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ შენი ნათესავი ელისაბედიო, როგორ არიან ესენი ნათესავი. ამისთვის ჩვენ უნდა გადავშალოთ გამოსვლათა წიგნის მე-6 თავი. აი ხა გადაგიშლით და წაგიკითხავთ და მიხვდებით თქვენ თვითონ რაშია საქმე. მე-6 თავში წერია ასეთი რამ. აარონის აარონის შესახებ გვაინტერესებს ვინ მოიყვანა მანც. მოიყვანა აარონმა ცოლად ელისაბედი ასული ამინადაბისა ნაასონის და. რა შუაშია ძმის სახელი რატო? როდის იყო ბიბლია ამას წერდა, რომ ვიღაცა რომ მოიყვანა იმის ძმას ესე ერქვაო. შემთხვევითი არაფერი არ არის. წინასწარმეტყველება იყო, უნდა განხორციელებულიყო იქ. არა. ასე წერს მოსე თავის წიგნში მოკლედ, რომ აარონმა მოიყვანა ელისაბედი ასული ამინადაბისა ნაასონის და. ჩვენ თუ გადავშლით მათეს სახარების გენეალოგიას, აქ კითხულობთ არამმა შვა ამინადაბი, ამინადაბმა შვა ნაასონი იუდას შთამომავლობაში. ესე იგი იუდას შთამომავლობაში და აარონის შთამომავლობაში აარონმა მოიყვანა უკვე იუდას შვილიშვილი ელისაბედი, რომელიც იყო ნაასონის და, რომლის გენეალოგიასაც ჩვენ ვკითხულობთ. და ესენი ამ ვიღაცა დეიდაშვილად ეკუთვნოდნენ, დეიდაშვილად კი არ ეკუთვნოდნენ ერთმანეთს. შეიძლება ითქვას, რომ ბიძაშვილ მამიდაშვილები იყვნენ ერთმანეთისა, ოღონდ არა პირდაპირი. თქვათ, მამის ძმისშვილი კი არ იყო, ანუ მარიამის დედის ძმა კი არ იყო აარონი. ძალიან დიდი წინაპრის ის იყო დედის წინაპრის ქმარი იყო აარონი. სანამ 12 ტომი არსებობდა, მაშინ იყვნენ ნათესავები და გადმოვიდნენ მერე 12 ტომი. 12 ტომი უკვე არსებობდა. არსებობდა უკვე. 12 ტომი უკვე არსებობდა, ბუნებრივია და მათი შვილები არიან. ლევის შვილი არის აარონი. უყურეთ? ამ 12 ტომიდან უყურეთ, ჩვენ უნდა დაგვეწერა ასე: ლევი და მერე აარონი. ლევი და იუდა არიან ძმები. აარონი არის ლევის შთამომავლები. აარონი რატო დავწერე? იცით, უშუალოდ ლევის შთამომავლებიდან იყვნენ სამღვდელო ხაზი. მის შვილებში აარონის ხაზში იყო ყველა მღვდელი მამაკაცი, ვინც ჯანმრთელი დაიბადებოდა. არა ჯანმრთელს არ ქონდა უფლება, რაღაცა ნაკურლებანება თუ ქონდა, მაგალითად ბრმა იყო, ყრუ იყო და ასე შემდგომ, მღვდელი ვერ გახდებოდა, მაგრამ აარონის შთამომავლობაში მამაკაცი, ვინც დაიბადებოდა, ის ავტომატურად მღვდელი იყო, სხვა დანარჩენი ტაძრის მსახურები იყვნენ. ამიტომ 12 ნაწილად რომ განაწილდა იერუსალიმის მიწა, ისრაელის მიწა, ლევის შთამომავლებს იქ არ აქვთ მიწის ნაკვეთები, იმიტომ რომ 11-მა ძმამ უნდა არჩინოს ერთი ძმა. 11 ძმა ინაწილებს ამ ერთი ძმის გამოკვებას და ყველაზე მდიდრად ცხოვრობდნენ, მინდა გითხრათ, ლევის შთამომავლები და რატომღაც არავინ არ ეუბნებოდა, რატო დადიხართ ჯიპებითო. ამიტომ არის მეათედი, ამიტომ არის მეათედი, რომ 10 ძმა უნაწილებს. მაგიტო არ არის, მეათედი აბრაამისგან არის. მეათედი აბრაამისგან არის, აბრაამმა შესწირა მელქისედეკს, კი ბატონო. მოკლედ იოანე ნათლისმცემელი. როგორც უკვე გითხარით, ასეთი ნათესავები არიან ერთმანეთისა, რომ ძალიან ცუდად კიდევ ხაზავთ, უგნება კიდევ დაგიხაზავთ, რომ გასაგები იყოს. ნება? თუ გაიგეთ არსი, თუ ვერ გაიგეთ. ესე იგი ლევი და იუდა არიან ძმები, ისინი წესით არ უნდა დაქორწინებულიყვნენ, მაგრამ მოხდა ასეთი რამ, რომ აარონმა შეირთო იუდას ლევის შთამომავალმა შეირთო იუდას შთამომავალი და ისინი ამ კუთხით დანათესავდნენ. დაგითვლით ეხლავე. არა, ძალიან მარტივია, უყურეთ? იუდამ შვა ფარეზ და ზარა თამარისაგან, ფარეზი, ესრომი, არამი, ამინადაბი და ნაასონი. მეხუთე თაობა. იუდა შემდგომ მეხუთე თაობაში
გაათხოვეს ქალი აარონზე. აარონის დაგითვალოთ მე რამდენი იყო ლევისგან? აარონის დავთვალოთ მე რამდენი იყო ლევისგან? დაახლოებით, შეიძლება იქეთ-აქეთ რაღაცა ხა ზოგი ადრე ქორწინდება, ზოგი გვიან. მე ახლა აკუნიდან წოლი მივიყვანა. ხო და თუ ვიღაცამ შეიძლება დააგვიანა სახელს და გვარს არ დავასახელებ. ამიტომ ასეთი გახლავთ მათი ნათესაობის მეხუთე თაობაში, იუდადან მეხუთე თაობაში ქალი გაათხოვეს მოკლედ ამაზე, ლევის შთამომავალზე და აარონმა უშუალოდ მოიყვანა ცოლად და ეს ნათესაობა აქედან არის. ჩაი თუ არის კიდევ დავიმატეთ რა. ეხლა ვნახოთ იოანე ნათლისმცემელზე თვითონ გითხარით ორიოდე სიტყვით ეს ძალიან მოკლედ ეხა სასურველია ხოლმე მეტი ითქვას იოანე ნათლისმცემელზე, მაგრამ არ მინდა რომ თავარი თემა გაგვექცეს. მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდას უდაბნოში და ამბობდა მოინანიეთ, რადგან მოახლოებულია ცათა სასუფეველი. ეს ქადაგების ესეთი მეთოდია, სინანულით იწყებს ყოველთვის. სინანულის ქადაგებელი, ამიტომაც ქვია იოანე ნათლისმცემელი. რადგან ეს არის ის, ვიზეც ნათქვამია ესაია წინასწარმეტყველის მიერ. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში განუმზადეთ გზა უფალს, გაასწორეთ მისი ბილიკები. რადგან ეს არის ის, ვიზეც ნათქვამია, აქ იოანე ნათლისმცემელზე ამბობს მათე მახარებელი. ანუ ეს არის ის, ვიზეც ისაია ამბობდაო, რომ ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში ცხოვრობდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც უკვე მოგახსენეთ, და განუმზადეთ გზა უფალს და ამაზე გელაპარაკეთ, რას ნიშნავდა გაასწორეთ მისი ბილიკები. თვითონ იოანეს ეცვა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერთყა ტყავის სარტყელი, ხოლო საკვები მისი იყო მკალი და ველური თაფლი. ეხლა ამაზე იყო ძალიან დიდი დავა, კალიებს ჭამდაო და როგორ ჭამდა კალიებს და სამარხო როგორ არის კალიებიო. იცით რა, მე გეტყვით ასეთ რამეს, ვინმემ რომ ყოველდღე ხორცი გაჭამოთ, ამაზე დიდი მარხვა არ იქნება არაფერი. იცით რატო? ერთი და იგივე საჭმელისგან შეიძლება ადამიანი ცუდად გახდეს რა. არ გინდოდეს არანაირი. ანუ ყველაზე არა მარხულ საკვებად რაც გეჩვენება, თუ იმით იკვებები ყოველდღე, იცოდეთ რომ მარხვაზე ხართ. ამიტომაც, მაგრამ ისე უნდა გითხრათ, რომ კალია ჟულის მიხედვით, აი ეს კონკრეტული ჯიში იჭმეოდა, იმიტომ რომ სახსარში რაც იხრებოდა, იმისი ჭამა შესაძლებელი იყო, ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ, ლევიტელთა წიგნში ამის შესახებ ყველაფერი გაწერილია, რომ ეს იჭმეოდა და მე მინდა გითხრათ, რომ დღესაც ჭამენ. მაგალითად, შორს კი არ წაგიყვანთ ამის მაგალითის მოსახმობა. ახალციხეში თუ ჩაბრძანდებით, თქვენ იქ ნახავთ, რომ მინდორში აგროვებენ აი ამ ესე იგი, რა ქვია, კალიებს, რითიც იკვებებიან, გადასარევად დაბრაწავენ ხოლმე, ესე იგი, ტაფაზე და მიირთმევენ და მე თვითონ ნანახი მაქვს ეს. ჭამით არ მიჭამია, ვერ მომასწარი, თორე სიამოვნებით გავსინჯავდი და. იქაური სამხრეთელი ხალხი, მოკლედ ჩვენი სამხრეთ საქართველოს ხალხი ამას დღესაც მიირთმევს. და ნუ თაფლი გასაგებია, რომ მხოლოდ თაფლი და ეს იყო მის ცხოვრებაში არც სასმელი გაუსინჯავს, განა ალკოჰოლზე და იმაზეა ლაპარაკი. ნუ თქვათ კოკაკოლაც არ დაულევია, ამ კუთხით რო თქვათ, რაღაცა ასეთ სასმელებსაც არ სვავდა, არა ალკოჰოლურსაც, მხოლოდ თაფლი და მხოლოდ მკალი იყო, ესე იგი, ვიღაცა ამბობდა, რომ არა კალიას ვერ შეჭამ, ამიტომ კალიო რაღაცა ბალახიაო. არ არის ბალახი ბატონო. დანამდვილებით ვიცით, რომ ეს არის კალია. მაგრამ აქლემის ბეწვზე რატო არის გამახვილებული ყურადღება თუ იცით? აქლემის ბეწვი აქლემს აქვს ესეთი რამ, ჟულის მიხედვით. ჟულის მიხედვით ნახეთ როგორ არის გაყოფილი. თუ კი იცოხნის ცხოველი და ჩლიქი არ აქვს გაყოფილი. ასეთი რამ წერია. თუ კი იცოხნის და ჩლიქი გაყოფილი აქვს, წმინდა ცხოველად ითვლება. და თუ კი იცოხნის და ჩლიქი არ აქვს გაყოფილი, არაწმინდა ცხოველად ითვლება. ან არ იცოხნის და ჩლიქი არ აქვს გაყოფილი, არაწმინდა ცხოველად ითვლება და აქლემი არის გარდამავალი ამ მხრივ. იმიტომ რომ ერთი მხრივ იცოხნის და მეორე მხრივ ჩლიქი არ აქვს გაყოფილი. ანუ იქაც არის და იქაც არის. სხვა ყველაფერი ძროხა მაგალითად იცოხნის და ჩლიქი გაყოფილებს და წმინდა ცხოველი. ცხენი მაგალითად იცოხნის, მაგრამ ჩლიქი არ აქვს, ეს არა ქვია. ჩლიქი აქვს გაყოფილი, უბრალოდ არ იცოხნის და ჩლიქი აქვს გაყოფილი და ამიტომ არაწმინდა ცხოველია. იმიტომ რომ ერთი კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მეორეს ვერ აკმაყოფილებს. აი აქლემი ვერ აკმაყოფილებს ამას, იმიტომ რომ
არა წმინდა ცხოველია რაღაც იმითი რომ თქვა ჩლიქის გამო და წმინდა ცხოველია იმის გამო რომ იცოხნის და ამ ცოხნით გადაამუშავებს თავის საკვებს. ამიტომაც იოანე ნათლისმცემელი გახლავთ სწორედ ორ სამყაროს შორის შეიძლება ითქვას წინასწარმეტყველი. ის არის ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ახალი აღთქმის მოციქული. ანუ ძველი აღთქმის წმინდანიც არის და ახალი აღთქმის წმინდანიც არის და თავისი სამოღვაწეო ასპარეზი რა უნდა დამეხატანეთ აკლები თუ ჩეკი არ ვიცი რატო ავდექი ანუ ამის მიხედვით ესეც არ არის შემთხვევით დაწერილი აქ რომ მას ემოსა აკლემის ბეწვი. მაშინ გამოდიოდა მასთან იერუსალიმი, მთელი იუდა, მთელი იორდანეს მხარე და ნათელს იღებდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. თქვენ არ გეგონოთ რომ ესე იგი იოანე ნათლისმცემელმა მოიფიქრა თვითონ. ეს იყო მსახურების ასეთი წესი. ძველ აღთქმაში ჰქონდა მსახურების ასეთი წესი რომ განწმენდა ხდებოდა ადამიანის. აი მაგალითად თუ კი მიდიოდა ის უცხო ქვეყანაში და მოუწევდა მოგზაურობა რომ დაბრუნდებოდა აუცილებლად განწმენდის ეს რიტუალი უნდა აღესრულებინა. ის ჩადიოდა მდინარეში თავის ცოდვებს აღიარებდა, აღსარების საიდუმლო იყო ფაქტიურად, საიდუმლო არ ერქვა რა თქმა უნდა მაშინ მსახურების წესი იყო ერთგვარი, მაგრამ ეს ჩვენ დღეს რაც გვაქვს, ამისი წინასახე ყველაფრისა იყო ძველ აღთქმაში. არ გეგონოთ რომ ეს რაღაცა ესე ან ადამიანმა მოიფიქრა თვითონ, ან რაღაცა ციდან გამოცხადება იყო რა თქმა უნდა და მოსემ დააწესა ეს ყველაფერი, მაგრამ წინასახე იყო ახალი აღთქმის მსახურებებისა. მაგალითისთვის წყალში განბანვა იყო ნათლისღების წინასახე, ის რომ წყალში ჩასვლის წინ აღსარებას ამბობდა ადამიანი დღევანდელი ამ სინანულის სახე და მერე წყლიდან განწმენდილი გამოდიოდა. სიმბოლოები იყო. არა, ამ მღვდელს ეუბნებოდა, თქვათ, იმ თავის შეცოდებას ეუბნებოდა, თქვათ, იმ უცხო ქვეყანაში, იმიტომ რომ იქ უნდოდა თუ არ უნდოდა ჟულს ვერ შეინახავდა, იმიტომ რომ ნებისმიერი შეხება თუნდაც არა მორწმუნე ებრაელთან ეს უკვე ცოდვად გაუწმინდურებულად ითვლებოდა კაცი. ცხოველთან რაღაცა შეხება, მკვდართან შეხება, 1000 რაღაცა ჟულის მიხედვით ისე იყო დასაცავი, რომ ამას ყველაფერს თუ კი ვერ ასრულებდა, ესე იგი ადამიანი ითვლებოდა გაუწმინდურებულად და შესაბამისად მას ეს რიტუალი უნდა აღესრულებინა, შესაწირი უნდა მიეტანა ტაძარში და ამის შემდგომ აღიარებინა ცოდვები, იყო ცოდვების შესაწირი მსხვერპლი ასევე რომელსაც თავზე ხელს დაადებდნენ ამ თხას და ამბობდა იქ ადამიანი თავის ცოდვებს და გაუშვებდნენ მერე ამ განტევების ვაცი აქედან მოდის სწორედ რომ ეს მსახურება სრულდებოდა. ასე რომ იოანე ნათლისმცემელმა რაც დააწესა, როდესაც ამბობს რომ მოინანიეთ რამე თუ მოახლოებული არის სათა სასუფეველი, ის მდინარეში ნათლისღებას აღასრულებდა, ოღონდ აღსარებებს ისმენდა. ანუ ამ ადამიანების სინანულს ისმენდა, ოღონდ ჩვენ რომ აღსარებას ვეძახით, მთლად ისე არ იყო ეს საკითხი ახლა რომ ვიღაცა აბარა არონის თავმოვალი იყო. ის ავტომატურად მღვდელი იყო. არონის თავმომავლობაში ვინც იბადებოდა, ყველა მღვდელი იყო. ზაქარია მამამისი მღვდელი არა, იმიტომ რომ უდაბნოში იყო გასული და ამ მორიგეობაში არ მონაწილეობდა. მათ ჰქონდათ ესე იგი სახლების მიხედვით მორიგეობა, იქ როგორ იწყება? აი ნახეთ მიხვდებით ეხლავე რა მათ როცა წაიკითხავთ ლუკას სახარებას მიხვდებით რა წერს. ნუ თავიდან მისალმება არის ლუკას სახარებაშიც და მე ეს მოუწიო კი ნახეთ როგორ ამეწერია იუდას მეფის ჰეროდეს დღეებში იყო მღვდელი ვინმე სახელად ზაქარია აბიას რიგიდან ხოლო მას ცოლად ყავდა არონის ასულთაგანი სახელად ელისაბედი. ორივენი მართლები იყვნენ მეცნიერი უნციკლოდ მისდევდნენ უფლის ყოველწნებასა და წესს. მათ არ ყავდათ შვილი, ეს უკვე გითხარით. ერთხელ როდესაც იგი თავისი რიგისამება რომ მღვდლობდა ღმერთის წინაშე და რას ნიშნავდა ეს რიგისამება, იცი? ანუ აბიას სახლიდან იყო ეს. არონის თავმოვალია, მაგრამ იქ ხო ვიღაცა აბია დაიბადა, იმ აბიას შეიძლება ძმა ყავდა და ესენი ხომ განაყოფებია ესეთი. ამიტომ ამ აბიას სახლიდან მას შეხვდებოდა რიგი წელიწადში ერთი კვირა მღვდლობდნენ მოკლედ ესენი. დანარჩენი დღესასწაულებზე ყველა მღვდელი იკრიბებოდა, მაგრამ უშუალოდ მისი მსახურების ჩატარება რომ მინიმუმ 2 მსხვერპლი უნდა შეწირულიყო, ერთი დილით და ერთი საღამოს. და შეიძლებოდა შეწირულიყო ბევრი, იმიტომ რომ ვიღაცა მოსულიყო აღსარების სათქმელად და მსხვერპლი მოეტანა, ვიღაცა შეიძლება სამადლობელი მსხვერპლი მოეტანა, რომ აი მადლობის გადახდა მინდა და აი წირა ვაგერ სხვას და ამაზე მსახურება უნდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში მოკლედ ზაქარიას მოუწია რიგი
და უნდა ემსახურა და ამ რიგის დროს, როდესაც შევიდა კმევაზე იმაში საკურთხეველში, იქ გამოეცხადა მას ანგელოზი, რომელმაც ახარა, რომ იოანეს მამა გახდებია. დამუნჯდა ამის გამო ზაქარია, იმიტომ რომ ვერ მიიღო ეს გამოცხადება. კარგით, გავაგრძელოთ. და ნათლავდა, როგორც გითხარით, უკვე სინანულს მოწოდება ეს იყო, რომ მას უნდა მოესმინა ეს აღსარება და ამის შემდგომ წყალში შთაფლით ჩაყავდა და ამოყავდა ადამიანი, რაც განწმენდას ემსახურებოდა. ესე იგი, თუმცა კი მაშინ რა თქმა უნდა, ესე სამების სახელით იოანე არ ნათლავდა, ბუნებრივია. მერე ჩვენ მოციქულთა საქმეებში შევხვდებით მსგავს ისტორიას, რომ მონათლულები ვართო იოანეს ნათლისმცემლითო და სულიწმინდის შესახებ არაფერი არ გაგვიგიაო, რო ეუბნებიან და მონათლავენ მერე მოციქულები უკვე სამების სახელით ადამიანებს და ხელდასხმით გადადიოდა სულიწმინდა, რაც დღევანდელ დღეს ჩვენთან მირონცხებით აღესრულება. და როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მომავალი, თუმცა კი ეს უნდა გითხრათ, რომ იქ ამ იოანეს ქადაგება ძალიან საინტერესოა და უნდა ვიცოდეთ ჩვენ რა. აი მარკოზის თავებში როგორ არის რა. მოდი ლუკასთან წავიკითხოთ, უფრო ვრცელი არის იქ, როგორ ნათლავს იოანე ნათლისმცემელი, როგორ ქადაგებს უფრო სწორად. ტიბერიუს კეისრის მმართველობის დროს. აი როგორ ესე იგი ყოველი თავი იწყება რაღაცა დასაბუთებით, რომელ დროში და რა დროს ხდება და მეფე ვინ არის და ეს კეისარი ვინ არის და პავლე მოციქული ესეთი ზუსტია, ესეთი თანმიმდევრობით აწერინებს ლუკას ამას ყველაფერს. მოსანათლად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა, ეს არის ლუკას სახარების მესამე თავი. იქედნეთა ნაშოვნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას. მას გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი და ნუ იფიქრებთ და იტყვით გულში მამად აბრაამი გვყავს. აი რაც იყო მაშინდელი საზოგადოების პრობლემა იმის შესახებ ელაპარაკება სწორედ. იმიტომ რომ ებრაელები ისე იყვნენ თავდაჯერებული, რომ ეხა ჩვენი წინაპარი აბრაამია და ამიტომ რა შეიძლება გაგვიჭირდეს რა და ამითი ნუ კი იქადითო. თქვენ თვითონ უნდა გამოიღოთო ნაყოფი სინანულისა. და რა არის ნაყოფი სინანულისა? ერთია ის რომ რაღაცას ვინანიებ, აი მაგალითად ძალიან განვიცდი რომ მაგალითად ბევრს ჭამ. მაგრამ ნაყოფი არ გამომიყია ჯერ იმიტომ რომ ვიკვლავ ბევრის ჭამას ვაგრძელებ. ანუ ეს ნაყოფი იცით რა იქნება? აი რომ აღარ შევჭამ დღეიდან ზომაზე მეც, ეს უკვე ნაყოფია. და უნაყოფო სინანული არის ის, რომ ვაიმე დედა რა ცოდვილი ვარ, ბევრს რომ ჭამ, ან ბევრს რომ ლაპარაკობ, ან ბევრს რომ განვიკითხავ, ან რაღაცა სხვა სისულელეს 1000 შეიძლება მივედმოვედებოდე. აი ამაზე ყველაფერზე როდესაც ვამბობ დედა რა ცუდია ასე რომ ვიქცევი, დედა რა ცუდია ასე რომ ვიქცევი და მხოლოდ თავის გადაქმნევით რომ კმაყოფილდები და ამის იქეთ რო არ მიდის არაფერი, ეს იმას ნიშნავს რომ ნაყოფი არ აქვს ჩემს სინანულს. ნაყოფი აქვს მაშინ, როგორც კი მე ამ რაღაცას გადავდგამ და ვიტყვი მორჩა. ამასთან მე შეხებაში აღარ ვარ. ამიტომაც იოანე სწორად ამ ელაპარაკება თუ ნაყოფს არ გამოიღებ, მაშინ აზრი არ აქვს იმას რომ აბრაამის თავმავალი ხარ. კი, მაგრამ ნაყოფი ხო უფლის არის მამა. ვისი? უფალმა უნდა მოგცეს ეს ნაყოფი. უფალმა როგორ უნდა მოგცეს მარკოს? რა უნდა მოგცოს უფალმა? თუ ერთ ქვაბლობიოს ჭამდა, ხვალაც იგივე შევჭამე. უფალმა რა უნდა მომცეს? მე თუ არ გავჩერდი. მაგალითად ვეწეოდის მე სიგარეტს. ვამბობდი აღსარებად. დიახ. უწევდი ვამცირებდი, მერე ისე ბევრს ვეწეოდი, დავლები ვეწეოდი და ერთ დღეს გავიღვიძე და საერთოდ აღარ მინდოდა და მე ესე ჩავთვალე რომ უფალ შევეცვალე. გასაგებია რომ უფალ შეეცოდე და დაგეხმარა ეს სხვა საკითხია, იმიტომ რომ შეიძლება ითხოვო რაღაცა და მოგეცეს, მაგრამ ის რომ შენი გასაკეთებელია და ღმერთი ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა ამას თქმა. ამიტომ ნაყოფი ყველა შემთხვევაში არის მაშინ, როდესაც შენ ამაზე უარს ამბობ. შეიძლება ვერ გაუძლო და დაეცე. აი თქვათ იგივე სიგარეტის მაგალითი მოიტანეთ თქვენ. თქვა თუ არ მწეველი. და ვერ ვანებებ ამ სიგარეტს თავს. ახლა თუ ეწევი ადღერს და ხვალ მოვწიე 8 ღერი, ეს უკვე იცით რას ნიშნავს? რომ მე მაწუხებს ეს ამბავი.
და ამიტომაც ვებრძოლე საკუთარ თავს და მთლიანად ვერ ვთქვი ვარი, მაგრამ რო აღერი ეს უკვე გარკვეული ნაყოფია. რა თქმა უნდა, მცირე ნაყოფია, მაგრამ ეს ნაყოფი უფლისგან არის იმდენად, რამდენადაც დამეხმარა ამაში. და ღმერთმა რო დაინახა ჩემი მონდომება, რა თქმა უნდა, მისი დახმარება უფრო მეტი იქნება. რომ ხვალ ამ რო აღერიდან შეიძლება საერთოდ 3-ზე ჩამოვიდე და ზეგიდან საერთოდ აღარ მომწიო არაფერი. რა თქმა უნდა, ეს შეწევნა არის, მაგრამ ის რომ ეხლა შენ მოსხეპით ღმერთმა რაღაცა გაგაკეთებინოს, ეს გამოდის რომ შენი არ მე მინდოდა კვლავ სიგარეტი მეწია, მაგრამ ღმერთმა უცბად ამიგრძალა. ანუ რა გამოდის იცი რომ ჩემი სიყვარული სიგარეტის მიმართ იგივე რჩება და მოთხოვნილებაც იგივე რჩება, მაგრამ ღმერთმა ისე მოიმოქმედა რომ ვეღარ ვეწევი პირი მაგ ამოკერილი. იძალადა. ეს ხდება მამა, როდესაც ჩვენი ნება ემთხვევა ერთმანეთს, უფლის და ჩვენი. მაგრამ პროცესი საჭიროა რომ ნაყოფი გამოიღოს. პროცესი საჭიროა ნაყოფი თუ გინდა დაანახოთ, ნაყოფი უნდა იყოს თქვენი უარყოფა რაღაცა ცოდვისა. თქმა იმისა რომ მე ეს აღარ მინდა, მორჩა. ეს არის საშინელება და ამას აღარ უნდა გავეკარო. ეს არის ნაყოფი და არა ისო თქვა შეიძლება კლავ შემეშალოს, კლავ დავეცე. მაგრამ პრობლემა ის კი არ არის რომ დავეცი, პრობლემა ის არის რომ დაცემულობიდან წამოდგომა არ მინდა. ამიტომ მამა ყავს აბრაამიო, ეს არაფერს არ ნიშნავსო საერთოდ. რადგან გეუბნები თქვენ ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. რა თქმა უნდა ღმერთს ყველაფერი შეუძლია. შეუძლია რომ შთამომავლობა ამ ქვებიდან გაუცოცხლოს აბრაამს. ოღონდ აბრაამის ჭეშმარიტი შთამომავლობა ის კი არ არის რომ სისხლით ნათესავი ხარ მისი. აბრაამის შთამომავალი უნდა იყოს სულიერად. როგორც ის იყო ღმერთთან მიმართებაში მცხოვრები კაცი, ასეთი უნდა იყოს შენ და მაშინ ხარ ჭეშმარიტად აბრაამის შთამომავალი. და არა იმით რომ გვარი გაქვს მისი. ხო, ბაბუა ჩემმა მაგალითად, ვეფხისტყაოსანი იცოდა ზეპირად. აი ახლა მე როგორი შთამომავალი, ბაბუა ჩემმა ერთხელ ქართულის გაკვეთილზე თქვი ეს და მასწავლებელმა მეთქვა, ბაბუა შენმა კი იცოდა გოგოთიშვილი, მაგრამ შენ რა იცი? და სწორი არ მითხრა? ბაბუა ჩემმა რომ იცოდა ვეფხისტყაოსანი ზეპირად, მე რაში მარგია ეს? აი რაში შეიძლება გამომადგეს? გარდა იმისა, რომ ავდგები და სადღეგრძელოს ვიტყვი, მაღალფარდოვანი სიტყვებით, ასეთი ბაბუა მყავდა მე. ბაბუა ჩემმა რომ იცოდა, არაფერში არ მარგია. თუ მე არ ვისწავლე ვეფხისტყაოსანი. სწორედ ესეთი ამბავია. აბრაამი რომ არის შენი ბაბუა, არაფერს არ წყვეტს ეს შენ სულიერი თვალსაზრისით, თუ შენ აბრაამის მსგავსად არ დაჯექი და არ ისწავლე ვეფხისტყაოსანი. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღუდგა. უკვე დევს ხეთა ფესვთან ცული. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. კითხა მას ხალხმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კითხვები დღესაც ისმება ხოლმე და ამიტომ ამ ნათლისღების იმაზე არ მინდოდა თვითონაც. მიუგო და უთხრა მათ, ვისაც ორი მოსასხამი გაქვთ, მისცეს უქონელს და ვისაც საჭმელი აქვს, ისიც ასე მოიქცეს. მოვიდნენ მებაჟენიც, მებაჟეები ყველაზე ცოდვილ ხალხად ითვლებოდა და რატომ იცით? ისინი ოკუპანტებს ემსახურებოდნენ. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნის რაღაცა 20% თუ რამდენი არ ვიცი, ოკუპირებული აქვს რუსეთს, რაღაცა პროცენტი თურქეთს. ეხლა თურქეთთან არ გვაქვს ხოლმე ესეთი ძაფრი რეაქციები, მაგრამ აი ეხლა ვიღაცა თუ თქვა დაიწყებს რუსულ სამსახურში მუშაობას, აქ საქართველოში, ის ხო ჩვენთვის მოღალატედ შეირაცხება. ასე იყო მაშინაც, რომ ოკუპირებული იყო რომის იმპერიის მიერ მთელი პალესტინა და ვინც ჩადგებოდა საბაჟო სამსახურში, ეს ნიშნავდა, რომ უკიდურესად ცოდვილი კაცი იყო, გარდა იმისა, რომ ჯულს არ ღვევდა, ამავდროულად სამშობლოს მოღალატე იყო და რატო? გეტყვით ერთ და მეორეს. სამშობლოს მოღალატე იყო, იმიტომ რომ ოკუპანტის სამსახურში მუშაობდა და ჯულს არ ღვევდა, იმით რომ გადასახადები ყოველთვის უფრო მეტი უნდა აგეკრიფა ვიდრე იმისთვის, იმიტომ რომ გამოდიოდა მაშინ ენთუზიაზმზე უნდა გემუშავა. თუ მხოლოდ რომის ხაზინის შესავსებად აკრებთი გადასახადებს, შენ არაფერი არ დაგრჩებოდა. ისინი ამაში არაფერს არ გაძლევდნენ. შენ რას გეუბნებოდნენ, იცი რომ გადასახადები ამიკრიფე და 5 ლარი რო გაქვს ჩემთან შემოსატანი, მოდი 10 აკრიფე რა და 5 შენი იყოს, 5 ჩემი იყოს. ამიტომ ჯულის დამარღვეველიც იყო და სამშობლოს გამყიდველიც იყო. ერთგვარად შეიძლება ესე ითქვას. ამიტომაც მებაჟეები, რომლებიც მოდიან იოანე ნათლისმცემელთან, ეკითხებიან მას, რომ მონათლულიყვნენ და უთხრეს, მოძღვარო, რა ვქნათ? უთხრა მათ,
თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ. ანუ გინდა მებაჟეობა? ხომ გინდა მებაჟეობა? ხო გაქვს 5 ლარი ასაკრეფი. და იმან თქვათ ხელფასად დაგინიშნა 50 თეთრი და ეს არაფერი არ არის რა. მაგრამ რახან მებაჟეობა გინდა? კი ბატონო, იყავი მებაჟეობთ პირდაპირ ეუბნება. თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს ნუ მოითხოვთ. ამითი თქვენ ჯულსაც შეასრულებთ და თქვენ სამსახურსაც. ჯარისკაცები მოვიდნენ და ეკითხებიან, ჩვენ რა ვქნათ? ნურავის შეავიწროვებთ, ანუ ჯარისკაცს ჰქონდა ამისი საშუალება, რომ როგორც ხდება ხოლმე მარადიორობა, ხო იცით, დაპყრობილ ქვეყანაში, ან ომის დროს ვიღაცა იქ შევა, მიტოვებული სახლია, ვინ მოიკითხავს ამას, გამოქონდათ ეს ჩვენ თვალწინ არ ხდებოდა აფხაზეთში? ამიტომ მეუბნება, ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით. აი ეს გახლავთ იოანეს ქადაგება. ეს არ გეგონოთ მაშინ იყო გასათვალისწინებელი, დღესაც ასე. გინდა ქრისტიანი იყო პარალელურად იმისა, რომ რაღაცა თქვა სახელმწიფო სამსახურში მუშაობ თუ კერძო სტრუქტურაში, უნდა გაითვალისწინო ეს ყველაფერი რაც აქ წერია. როდესაც ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, რომ ქრისტე ეს ხომ არ არისო, მიუგებდა და ეუბნებოდა ყველას, მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის ფეხსაცმლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ, ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით, მის ხელშია ნიჩაბი, რათა განწმინდოს თავისი კალო, თავის ბეღელში შეაგროვოს ხორბალი, ბზეკი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით. კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს, ხოლო ჰეროდე ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდე, ეს უკვე სხვა ისტორია, დააპატიმრა ჩასვა ციხეში იოანე ნათლისმცემლად. მოკლედ იოანე ნათლისმცემლის ქადაგება ასეთი გახლავთ, პასუხები გაცემული აქვს მას სამთავრობო უწყებაზეც და ესე იგი ძალოვან უწყებებზეც, ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვინ როგორ უნდა იცხოვროს, ასე რომ ეს უნდა გაითვალისწინოს დღევანდელმა ჩვენმა მთავრობამაც, პანტაპუნტით რომ ნიშნავენ და მერე ციხეში უშვებენ, რომ იცოდნენ როგორ რა წერია სახარებაში, როგორ უნდა იცხოვრო და რა უნდა გააკეთო, თუ გინდა ქრისტიანობასთან ერთად იყოს ეს შეთანხმებული, თორე არავინ არ გიგრძალავს შენ იმას თანამდებობაზე ყოფნას, მაგრამ კეთილსინდისიერება გევალება. ხალხის სამსახურში მიდიხარ და კეთილი უნდა ინებო, რომ ხალხს უნდა ემსახურო და დასჯერდე იმას, რაც გაქვს. და როდესაც იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ, ეს მათ ესახარებას ვაგრძელებთ ახლა ჩვენ, მაგრამ ეს წავიკითხეთ, რომ იქედნეთ თანაშობნო, შექმენით სინანულის ღირსი ნაყოფი ვთქვით უკვე, ნუ იფიქრებთ, რომ მამა არის აბრაამი, რადგან გეუბნებით თქვენ ღმერთს შეუძლია ამ ქვები, ესე წავიკითხეთ, სული რომ ხესთან დევს. მე წყლით გნათლავთ, ესეც წავიკითხეთ. მაშინ წამოვიდა იესო გალილეიდან იოანესთან იორდანეზე, რათა მის მიერ მონათლულიყო, ხოლო იოანე აკავებდა მას და ეუბნებოდა, მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ. მიუგო იესომ და უთხრა მას, ასე უნდა იყოს ახლა, რადგან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება. მაშინ მიუშვა იგი, ვინ მიუშვა, იოანემ იესო თუ იესომ იოანე? პირიქით, იესომ იოანე. ანუ იესომ დართონება. ნათელი რომ მიიღო იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა გაეხსნა მას ცანი და იხილა ღმერთის სული, მტრედივით გარდამამავალი მასზე რომ ეშვებოდა და აჰა ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა, ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც არის ჩემი სათნოება. რომელშიც არის ჩემი სათნოება. ესე იგი, ჩვენ ამ დღესასწაულს ვეძახით ნათლისღების დღესასწაულს. ხო მართალია, რომელსაც აღნიშნავთ ახალი სტილით 19 იანვარს. სინამდვილეში ამ დღესასწაულს ქვია განცხადება, გამოცხადება. აი ლიტურგიკულ საკითხავებში სულ ესე არის. განცხადება ქვია და რას ნიშნავს ეს განცხადება? ყოვლადწმინდა სამების განცხადებას. იმიტომ რომ ეს გახლავთ იესო, რომელიც ინათლება, ანუ ძე ღვთისა ინათლება და წყალში ხედავს მას საზოგადოება, მტრედის სახით გარდამომავალი სულიწმინდა, რომელსაც ხედავენ, რომელიც გადმოდის მასზე და ზეციდან ხმა. ანუ ხმა, მტრედი და თვითონ იესო. სამების გამოცხადება გახლავთ ეს
ეს შემთხვევა, როდესაც პირველად კაცობრიობას იქამდე მინიშნებითად თუ იყო საუბარი, მაგალითად ძველახთმაში ჩვენ ვნახულობ და დაგიწერეთ კიდეც რომ მხოლობიჩია ზმნა და მრავლობაჩი ღმერთი, იქ შემდგომ კაცის შექმნის დროს, როდესაც საუბარია რომ ქმნად ხატად და მსგავსად ჩვენდა, ასე საუბრობს, ესე იგი სამება ღმერთი იქ არ არის გაცხადებული, მაგრამ ჩვენ აქედან რაღაცა მინიშნება გვაქვს, რომ ვისთან თათბირობს. ვინ ვისთან თათბირობს, რომ მოდი ვქნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. ვინ ამბობს ამ თუ ერთი ღმერთია, ვინ ვის ეუბნება. კაცი ჯერ არ არის შექმნილი და ცხოველებს ხო არ შეუთანხმებს ამას და ფრინველებს, რომელიც უკვე შექმნილია. ამიტომაც ეს გახლავთ ყოვლადწმინდა სამების თათბირი, რომელიც მინიშნებითად ჩვენ ძველახთმაში ძალიან ბევრგან მსგავსი შეიძლება შევხვდეს, მაგრამ ახალ აღთქმაში პირველი ეს გაცხადება, ანუ გამოცხადება, გახლავთ ნათლისღება, როდესაც ძეინათლება წყლით, გადმოდის მასზე მტრედის სახით სულიწმინდა და ზეციდან არის ხმა, რომ ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელშიც არის ჩემი სათნოება. იგივე სიტყვები გამეორდება ფერის ცვალებას, როდესაც თაბორზე არის, ოღონდ დაემატება ერთი წინადადება. გახსოვთ რა წინადადება, ორი სიტყვა ამ წინადადებას. ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც არის ჩემი სათნოება, მაგისი ისმინეთ. მაგისი ისმინეთ დაემატება, ამას როცა ფერის ცვალებაზე მივალთ, მაშინ ვილაპარაკოთ როდის. კიდევ იქნება ერთი იოანეს სახარებაშიც არის მოთხრობილი, გახსოვთ, რომ ზეციდან ხმა გაისმა. გახსოვთ ეს ამბავი? რომ ისეთ ქუხილი ეგონა თუ ადამიანებს, ეს ქუხილიო კი არ იყო, რომ ზეციდან ხმა იყო იესო რო ეუბნება, ეს ჩემთვის კი არ იყო, თქვენთვის იყო, როდესაც ეუბნება, ასე რომ ზეციდან ეს ხმა და შემდგომში უკვე სულიწმინდის დადასტურება კვლავ ხდება, როდესაც სულიწმინდა მოეფინება მოციქულებს 50-მეათე დღეს ქრისტეს აღდგომიდან. მე ფიქრობ, რომ არ ღირს დღეს დაწყება უდაბნოში მისი გასვლისა და მისი გასვლისა და გამოცდისა, იმიტომ რომ ისიც არ არის პატარა თემა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღეს თუ გაქვთ შეკითხვები, კითხვებზე გიპასუხებთ და მე დაგემშვიდობებით. თუ გაქვთ, რა თქმა უნდა. თუ არ გაქვთ? დიახ. ეს იმას ნიშნავს, რომ სასუფეველში ვინ არიან? წმინდანებამდე? ანგელოზები. ანუ ყველაზე უმცირესი მასზე დიდია. იმიტომ რომ ანგელოზებით განანჯერდა მერე ადამიანები. ყველაზე უმცირესათა სასუფეველში უმცირესი მასზე დიდია, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ჩამონათვალში ხო არის სერაბიმები, ქერუბიმები, საყტარნი, ძალნი, უფლებანი, ასე და თავარანგელოზები და ანგელოზები ბოლოში. ყველაზე დაბალ იერარქიულ საფეხურზე მდგომი ანგელოზი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანზე წინ არის, იმიტომ რომ ადამიანი დაცემული ბუნებით არის, ცოდვით შეცოდებულია. ეს ის დროა, როდესაც ამას ამბობს, როდესაც აღდგომა ჯერ არ მომხდარა. როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ არ არის ლაპარაკი, რომ ის არის უპატიოსნესი ქერუბიმთასა. ამიტომაც შესაბამისად იოანე ნათლისმცემელზე ამბობს, რომ კაცთა შორის არ შობილა, მასზე დიდი, მაგრამ მასზე დიდი კაცებს შორის არის ერთი და ვინ არის? ადამი. იმიტომ რომ ადამი არ შობილა კაცთაგან. ანუ დედასაგან ნაშობი ვინც არისო, ყველაზე დიდიო, ესე იგი, მათ შორისო ყველაზე დიდი დამება ენაკაც, როგორ ამბობს. იოანე არის უპირატესიო, ამას წარმოაჩენს, ოღონდ ხო, ვინც დედის მუცლიდან არის ნაშობიო და ადამი არ არის დედის მუცლიდან ნაშობი. ესე იგი, ადამი მასზე დიდია. ანუ უმცირესი ცათა სასუფეველში მასზე დიდია. ამ კუთხითაც და ანგელოზის კუთხითაც. ეს არის საქმე. აი, თქვენი ხადაგეთ უფლის ნებასთან დაკავშირებით. არსებობს ზოგადი ნება, უფლის, რომელიც განცხადებულია ამას ვასწავლის ეკლესიას სახარებს. დიახ. მე ესე გავიგე, რომ ლაპარაკი იყო უფლის ნება კონკრეტულად ჩვენთვის კონკრეტულ მომენტში, როცა ჩვენ ვღოსვით. ხო, თუ სხვა რამე. იცით როგორ არის?
ეს არის ძალიან ფართო მითაც გაგებითაც შეიძლება ითქვას და შეიძლება ძალიან ვიწრო რაღაცა მიმართულებითაც. რას გულისხმობ ფართო გაგებით? რა არის ფართო გაგებით უფლის ნება? გიფიქრიათ ამაზე? რა არის ფართო გაგებით უფლის ნება? ჩვენი ცხონება. მას უნდა რომ ყველა ცხონდეს. ეს არის ფართო გაგებით. ახლა ვიწრო გაგებით. აი ვთქვათ მე მაქვს რაღაცა განსაცდელი. და ამ განსაცდელში ვლოცულობ რომ რაღაცნაირად გავამიყვანოს ღმერთმა. ეს შეიძლება არ იყოს უფლის ნება, იმიტომ რომ ამ განსაცდელიდან რო გამოვიდე შეიძლება ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდე. ხვდებით, ანუ ვიწრო გაგებით ეს არის და ამიტომ ნება, საერთო ნება უნდა იცოდე პირველ რიგში რა არის, რომ ყველა ცხონება სურს ღმერთს და ამ ცხონებაში შენი თანხმობა უნდა იყოს. იმიტომ რომ ძალით ვერ გაცხონებს. ამ თანხმობაში უნდა შეხვიდე მასთან, როდესაც ეუბნები რომ იყავ ნება შენი, ეს იმას კი არნიშნავს, რომ მისი ნება არ იქნება შენ თუ არ დაეთანხმე. არ იქნება მისი ნება შენი თანხმობის გარეშე შენს ცხონებაში, თორე სამყაროში როგორ არ იქნება, კაცო? ის წარმართავს ამას ყველაფერს, შენ აქ ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებ, მაგრამ ლაპარაკი არის ცხონებაზე, რომ შენ თუ არ ხარ თანამონაწილე ამ ცხონებისა, ისე ამ ნებაში თანხმობაში ვერ შედიხარ. მაგრამ ვიწრო გაგებით, აი ეს ნება რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ჭირდება მას საღვთო გამოცხადება, შეიძლება ესე ითქვას. ამიტომაც, როდესაც ლოცულობს, თუ არ სრულდება რაღაცა მისი ეს სათხოვარი, შეიძლება ითქვას, რომ ეს გახლავთ საკითხი, რომელიც არის საღვთო ნებაზე უნდა იყოს მინდობილი ადამიანი და არავით მაპატიეთ ამზარს უნდა უპასუხო რა. ნინო მოხვედით? არა უშავს, მე აქ ვარ, არ გავდივარ არსად და გელოდებით. რომ მოხვალ დამირეკეთ. ხოდის გიხდით. და ამ ვიწრო გაგებით, აი მაგალითად, ეხლა მე რომ დავიწყო ლოცვა, რომ მე ხა მინდა გენერალური პროკურორობა ვთქვათ. და დავიწყე ხა ლოცვა, რომ ვაიმე როგორ მინდა რომ გავხდე გენერალური პროკურორი. აი გენერალური პროკურორობა მინდა ვიცახი რა და არ მისრულდება ეს თხოვნა რაღაცა, იმიტომ რომ არ შეიძლება ჩემი გენერალური პროკურორი. ან თუ შემისრულდება ეს თხოვნა, უფრო დიდ განსაცდელში აღმოჩნდები, იმიტომ რომ ჯერ ერთი იურისტი არა ვარ განათლებით და არ ვიცი ეს საქმე. და თუ მინდა ამბიცია მაქვს მხოლოდ რომ რაღაცა გემის კაპიტნობა მინდა, მაგრამ გემის მართვა არ ვიცი, პროკურორობა მინდა, მაგრამ იურიდიული საკითხები არ ვიცი, მართვა არ ვიცი ელემენტარულად სამსახურისა. ამიტომ შეიძლება გქონდეს რაღაცა ისეთი შენთვის საზიანოს ითხოვდე შეიძლება. ამიტომაც რა არის ღვთის ნება, როდესაც გამოიძიეთო პავლე მოციქული ამას ამბობს, ეს არის ის რომ რაღაცა ესე ხელაღებით არ უნდა ითხოვო ღვთისაგან. უნდა გქონდეს ეს განცდა რა, რომ ღმერთო იყავ ნება შენი. თუნდაც ამ საქმეში რომ მე კი რაღაცა შემომენტო ეხა ცეცხლი და მოვინდა ამ პროკურორობა და ამ გემის კაპიტნობა, მაგრამ აი ღმერთო თუ კი არის შენი ნება, მოდი მე ვთქვათ ვიწყებ მეცადინეობას იურიდიულ საკითხებში. ვიწყებ მეცადინეობას გეოგრაფიაში და გემის რაღაცა მართვაში. ნავიგაციაში ვთქვათ, რომ აი თუ კი არის ნება შენი. არა ისე რომ ვთქვათ ეხლა რატო არ გავხდი ესა და რატო არ გავხდი ისა. აი ზაქარია რომელიც ჩვენზე გამოსტილიც იყო, როცა გებულობს რომ შვილი შეეძინება, ანუ პირდაპირ გებულობს ის ნებას და ის რაღაცნაირად ისთვის შოკია ეს ამბავი. ჩვენთვისაც ხო შეიძლება გავიგოთ ის ნება და ჩვენთვისაც რაღაც ან როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ დროს თუ ეგეთ მდგომარეობაში ჩავ. ხო და ეს სარწმუნოება რომ ნელ-ნელა ისე არის ჩვენში დამცრობილი, ამიტომაც ვერ ვგებულობთ ხოლმე ესეთ რაღაცებს. ეს არის ძალიან დიდი სიმძიმე და ტვირთი. ადამიანმა რომ წინასწარ იცის რაღაც. ეს არ იცით თქვენ რა ტვირთია. შენ კი გინდა რომ იცოდე. მაგრამ საშინელებაა. საშინელებაა ეს. აი წინასწარ მეტყველები რატო გარბოდნენ, რატო იმალებოდნენ, რატო არ უნდათ ეს ამ საქმე ვთქვათ რაღაცა გამოცხადებითად რო ეძლეოთ. ჯერ ერთი საზოგადოება ვერ გღებულობს. საზოგადოებას ამას რო ეუბნები იმისთვის ეს აბსოლუტურად მიუღებელი ამბავია. რომ ეუბნები და უყვები ამ ამბავს რომ შენ ეხლა იცი რომ ხვალ ეს იქნება, ზეგ ეს იქნება, რაღაც ეუბნები, აბსოლუტური მიუღებლობაა ამის. რატო არის იერემია სულ ციხეში რო უზით? გამოდის იერემია და ეუბნება რომ ხალხო, არ უნდა აჯანყდეთ, არ შეიძლება აჯანყება, იმიტომ რომ ეს ბორკილი რომელიც გვადევს, ჩვენი ცოდვების გამო გვადევს.
აგდებენ იერემიას ციხეში და სამშობლოს გამყიდველის იარლიყით აგდებენ თან ისე კი არა. ეუბნება რომ ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ აჯანყება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ბორკილი ჩვენ დაგვედო ჩვენი წოდების გამო. და ეხლა გვადევს ხის ბორკილი, ხის უღელი და თუ ამ უღელს მოიხსნით, იცოდეთ რკინის უღელი დაგვედება. მოიხსნის ამ ხის უღელს და დაამტრევს და დაიდებს რკინის უღელს და მართლაც ასე მოხდება. აჯანყდებიან და მოვა დაბრუნდება ნაბუქოდონოსორი და მიწასთან გაასწორებს საერთოდ იერუსალიმს. ამიტომ მიუღებლობა აქვს საზოგადოებას და შენ თვითონაც იტანჯები ამ ცოდნით. იმიტომ რომ წინასწარ ასეთი რაღაცები იცი. ამიტომაც ეს ისეთ ადამიანებს ეძლევათ, ვინც ამის დამტევნელები არიან. რაც შეეხება ზაქარიას, ზაქარიამ ვერ დაიტია რაღაც ფიზიკური, მოკლედ, როგორი რამ ვერ დაიტია, იცი რომ რას ეუბნება რომ ეს ამბავი როგორ იქნება, კაცო, მოხუცი ცოლი მყავსო. ანუ ვერ წარმოიდგინა ის რომ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო მისი ელისაბედის გაახალგაზრდავება. ამის გამო დაისაჯა ეს ყრუმუნჯობით. იმიტომ რომ მას ამის მაგალითი ჰქონდა, სარა გაახალგაზრდავდა და ზეპირად იცოდა წმინდა წერილი. ზეპირად იცოდა რომ ხომ არის ბიოლოგიური მდგომარეობა ქალისა რომ რაღაც ასაკის შემდგომ მას შვილი აღარ ეყოლება. და ეს ბიოლოგიური მდგომარეობა არის მისი სიბერე. გარეგნულათაც არის ეს გამოხატული. ჩვენ როდესაც აბრაამის ცხოვრებას ვკითხულობთ, იქ რო სადღაცას ჩადის და სარა ისეთი ლამაზი იყო, მოეწონათ. სარა ამ დროს რა ასაკის არის, იცით? ვიღაცას რომ მოეწონა და ესე იგი მისი წაყვანა რომ მოინდომა, ქალი არის ამ დროს 80. რატომ იცით? მისი გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო. იმიტომ რომ შვილი უნდა გაეჩინა და გაახალგაზრდავდა ის არა მარტო შინაგანი რაღაცა ორგანოები თქვათ იქ შვილიერებისთვის რაც არის საჭირო, არამედ ის რომ ბერდება, ქალი გარეგნულათაც ბერდება და ის რომ გაახალგაზრდავდა, გარეგნულათაც გაახალგაზრდავდა. ამიტომაც მოეწონა ვიღაცას, იმ სულ ვერ მიხვდა რომ 80 წლის შეიძლება ყოფილიყო ეს ქალი. აბრაამი ამბობს, საერთოდ ჩემი და არის. და ეს მაგალითი ზაქარიას აქვს, მაგრამ კითხვას აქვს. ეს ამბავი როგორ მოხდება? ჩემი ცოლი ხო უკვე მოხუციაო. ამიტომაც ანგელოზი მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინა შემდგომელი და სანამ არ მოხდება იქამდე შენ ხმავს, იმიტომ რომ ეს არ უნდა ეთქვა. თქვა ისეთი რამ, რაც არ უნდა ეთქვა. თორე კითხვას ღვთისმშობელი სვამს. ნახეთ? გამოცხადება გამორიცხულია. ეგ გამორიცხულია, იმიტომ რომ წინასწარმეტყველებაში წერია, ღმერთი ლაპარაკობსო ლომი რომ ბრდღვინავს ვის არ შეეშინდება და ღმერთი რომ არ ლაპარაკობს ვინ არ გაწინასწარმეტყველდებაო. იმიტომ რომ ეს შეუძლებელი ადამიანმა ვერ მიხვდეს რომ ანგელოზის გამოცხადება აქვს ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ანგელოზის გამოცხადება. მაგრამ ამას რო ეკითხება რომ რანაირად მოხდებაო, ესე იგი ფაქტიურად აბრაამის ისტორიას ხაზს უსმენს. დაიჭრა უფლის გარემოში. იგივე კითხვა დასვა ღვთისმშობელმა, რატო არ დაისაძა ღვთისმშობელი? ღვთისმშობელმა ეს კითხვა როგორ იქნება ეს ამბავიო? ასე იკითხა ზაქარიამაც და ასე იკითხა ღვთისმშობელმაც. ოღონდ განსხვავება რა იყო მათ შორის, იცი? ზაქარიამ იკითხა როგორ იქნება, არ სჯეროდა რომ ელისაბედი შეიძლება და გაახალგაზრდავებულიყო. და ღვთისმშობელი კითხულობს რომ ქალწულებრივი აღთქმა მაქვს დადებული და ეს ამბავი როგორ იქნება? უნდა დავარღვიო. ანუ ის ურწმუნოების გამო კი არ კითხულობს ამას. ეგ რო ამას კითხულობს, როგორ მოხდება ეს ამბავი? ანუ მე რა უნდა გავაკეთო? ანუ მორჩილებისთვის გამზადებულია და აი ეს განსხვავება ამ ორ შეკითხვას შორის. თორე კითხვა ერთნაირად ჟღერს. როგორ იქნება ეს ამბავი? ამას კითხულობს ზაქარიას და დაისჯება და ამას კითხულობს ღვთისმშობელიც და იცით რაც მოხდება. მადლობა. ასე რომ ეს გამოცხადება თქვენ რაც ბრძანეთ წეგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამისი დატევნა ყველა ადამიანს ესე არ შეუძლია და განაის რომ მას რო გამოეცხადოს ის არ აი გამოცხადებასაც რო უყვები იმასაც ვერ იტევს ხშირად ადამიანი აი წინასწარმეტყველებს ვერ იტევდნენ მოციქულებს ყველა ვერ უსმენდა რატომ არის ჩვენ აი შეკითხვას ხო ვსვავთ რომ რაღაცა ქვეყანაში ქადაგებს მოციქული და რაღაცა ქვეყანაში არ ქადაგებს რატო რა ღმერთმა ერთი ქვეყანა შეიყვარა და მეორე ქვეყანა არ შეიყვარა იმიტომ რომ ღმერთის წინასწარ ჭვრეტა არის ესა იქ ხედავს რომ ერთი ადამიანი მაინც თუ კი არის ღვთის სიტყვის მიმღებელი მოციქული იგზავნება და თუ არავინ არ არის რომ ჩავიდეს და იქადაგოს უფრო მეტი სასჯელიელი სამ ხალხს იმიტომ რომ მოისმინეს და არ მიიღეს
ამიტომაც არის რაღაცა, რაც არ ვიცით, იმიტომ რომ ესეც ღმერთის მოწყალებაა, იმიტომ რომ შენ რომ გითხრან, შეიძლება არ გაიგონო, არ მოისმინო, იმიტომ რომ ამ ადამიანური და ამ ქვეყნიურით ისე ხარ აქ დაკავებული, რომ ამ ესე შენი გონება ვერ გადაერთოს და ეს სასჯელად გექცევა მე. ასეთია. ღმერთის მოწყალება, რომ არ დაისაჯო ამას არ გიცხადებს რაღაცებს, მაგრამ ნება უნდა ვეძიოთ, არის ეს საყოველთაო ნება, რაც ვიცით რომ ეს არის რომ ყველას ცხონება სურს და კონკრეტულად ჩვენ რომ რაღაცა გვსურს მისგან არ უნდა იყოს ეს რაღაცა ჯერ უაზრო ამბიცია შეიძლება გქონდეს რაზეც თქვი და მეორე შეიძლება რაღაცა ისეც ითხოვდე რომელიც პირიქით საზიანოა შენთვის ამიტომაც ყოველთვის ჯობია აი რაღაც სათხოვარი გაქვს უფალთან არ დაიწყო შენი სიტყვებით ლაპარაკი იმიტომ რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა გეშინოდესო შენი სურვილებისა ხო იცით ის რო არის შეიძლება შეცდომა დაუშვა ამიტომ ძალიან მარტივი რამ უნდა გააკეთოთ რაღაცა სათხოვარი თუ გაქვთ გადაშალეთ ფსალმუნი და სახარება წაიკითხეთ მონაცვლეობით ღმერთმა იცის თქვენი სათხოვარი რაც არის მაგრამ ტექსტი გამართული ტექსტი ის არის იმიტომ რომ შენი ტექსტით შეიძლება შეცდომა დაუშვა თქვა რომ ღმერთო ეხლა ეს მინდა და სადღაცას ისეთი რამ გაგეპაროს სადაც უკვე აღარ იყოს სათქმელი ზაქარიასავი და კითხვა დასვა რომ კი მინდა ესე მაგრამ როგორ იქნება ანუ მამა თუ ჩვენ ცხოვრება არის გზა აი ეს უფლის ნერვები რომელიც შევხვდება არის საფეხურები ამ გზაზე რა თქმა Any questions? დიახ მიშ მამა დღესო ძალიან ამბიოზზე რომ გადაგებიც დიახ აი სახარების დაწერი, აი ლუკას სახარება რა. მახსოვს, შეიძლება სულ დამახსოვს. დაიწე ლუკა და მარკოზის სახარება დაიწე ამაზე რომში. პავლესა და პეტრეს ყოფილდროს ეს არის 60 წლების პერიოდი, სანამ ის ისուցი დაიჯერა. დიახ. ცოტა რაღაცები 40 წლების დასაწყისში მათეს სახარება. პირველია მათეს სახარება. ხო და აი ხომ ძალიან ხოლმე ციხეში ყოფნის დროს გაიგზავნო 60 წელი რომში ყოფნა არა შენ ამბობ დაწერილზე ერთია მეორე მოყოლილის გადაცემაზე უყურე ჩვენ ანტიკურ ხანას უნდა შევხედოთ ცოტა სხვანაირად ანტიკურ ხანაში რა იყო დაწერილი ამითი რიტორიკული ესე იგი მიმართულება უფრო განვითარებული იყო ვიდრე დამწერლობი შენ რა წიგნს დაწერდი არავის არ აინტერესებდა უყურეთ როგორი პერიოდია, როგორი ხანა. წიგნიერების ხანა არის შუა საუკუნეების ხანა. როდესაც უკვე წიგნები იწერება და ამას კითხულობენ და აბა მიდის ამის გააზრებ. ეს არის აქეთ შუა საუკუნეებია უკვე. ძალიან გვიანდელი. იქამდე არის რიტორიკული ხანა. სკოლაში რასაც სწავლიდნენ ბავშვებს, ხო? მათემატიკას და რიტორიკას. ეს იყო სკოლის საგნები. და რატო? იმიტომ რომ რიტორიკა თუ კი იცოდა ადამიანმა კარგად, მას საერთოდ ჯერ ერთი ფიზიკურათაც არ იყო საშუალება. ეხლა წარმოიდგინე პავლემ რომ უკარნახა ლუკას და ჩაწერეს, რამდენი ეგზემპლარი შეიძლებოდა დაეწერა. მაგას გეუბნები და გააგზავნა კოლასელებთან, გალატელებთან, რა გააგზავნა? ადამიანი გააგზავნა, ვინც ლაპარაკობს ამას. რაც ჩაწერა ლუკამ, შეიძლება არ ჩაუწერია, უბრალოდ პავლე რასაც ეუბნება, ესენი მიდიან და ამას ლაპარაკობენ. გალატელებს რეუბნება სახარება, რომელიც მე თქვენ გახარეთ. თქვენ გონიათ წიგნი ჩაიტანა იქა? არა, ზეპირად ყვება ამ ამბავს. ზეპირ გარდამოცემაზეა ლაპარაკი. ამიტომაც დაწერით შეიძლება ეს 60-იან წლებში დაიწერა, როდესაც ისინი რომშია დაფიქსირდა უკვე ტყავზე. მითი რა ჩაპნიდნენ თუ რასაც აკეთებდნენ, მაგრამ იქამდე სახარება იქა დაგებოდა რა თქმა უნდა და ზეპირად გადაეცემოდა და ამის შესახებ არის ლაპარაკი რომ ის ეპიფრასე რომელიც კოლასეში ჩავიდა წიგნი კი არ ჩაუტანია ჩაიტანა პავლეს მონათხრობი რომელიც ან უშუალოდ პავლესგან გაიგო ან ლუკასგან სოკრატეს სიტყვა არ ქონდა დაწერილი კი ბატონო პლატონმა ჩაიწერა მისი პავლეს ქრისტე არც უნდა ფიზიკურად არ უნახავს იცი რა გამოცხადების შედეგად ისე ცხოვრებაში არა მაგრამ პავლე ძალიან განათლებული კაცი იყო და ჟულის ზედმიწევნით ცოდნე იყო და რიტორი იყო ამავდროულად გამალიელის ფეხებთან გაზრდილი გამალიელი იყო ცნობილი მქადაგებელი ფარისეველი და ის თვითონ ამბობს ამას რომ გამალიელის ფეხებთან ვარ გაზრდილი ანუ იჯდა და ამ ის გამალიელის რიტორიკულ სიტყვებს უსმენდა ხოლმე და თვითონაც ეთყობა ნიჭი მიემადლა ამისა რომ კარგად ქადაგებდა
შესაბამისად, როდესაც გამოცხადება ქონდა პავლეს მერე რომ ჩამოდის უკვე იმაში ისრაელში, უკვე იწყებს ამ საქმეების გამოძიებას. იქ მარტო დღესაც თქვი ამბებზე, ლუკას სახარებაშია მხოლოდ მოთხრობილი იოანეს ამ ხარების და შობის ამბები, მხოლოდ და საიდან ეს? ღვთისმშობლისგან, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ამ დროს იოანე ცოცხალი არ არის, ზაქარია და ელისაბედი ცოცხალი არის. ვინ არის ცოცხალი? ღვთისმშობელი, რომლისგანაც ისმენს ამ ამბებს ყველაფერს ზედმიწევნით, რაღაცას მოციქულებისგან, რაღაცას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან, რაღაცას იაკობისგან, რომელიც უფროსი ძმა არის, იესო ქრისტესი, ნუ ხო იცით ეს როგორც არანაირადაც და ამიტომაც ამ ყველაფერს მე ერთად შეკრებს და სხვათა შორის აი დააკვირდით როგორი რამეა. ზიარებისეული სცენა პავლე მოციქულთან არის ყველაზე უფრო ვრცლად აღწერილი ლუკას სახარებაში და კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში და ამ დროს პავლე იქ არ ყოფილა. ეხლა საქმე რაში არის, იცით? მაგალითად ვართ ორი ადამიანი. მე ვარ ეგვიპტის კვლევით დაინტერესებული და ვსწავლობ ეგვიპტის ისტორიას. და შენ ხარ ადამიანი, რომელსაც გიყვარს ეგვიპტეში დასვენება და დადიხარ შარმალ შეიხი თუ რა ქვია? წელიწადში სამჯერ დადიხარ ხურგადაში. ისვენებ და ჩამოდიხარ და მე ვარ ეგვიპტის კვლევარი. მე უფრო მეტი ვიცი ეგვიპტეზე თუ შენ. შენ მიც ხურგადაში დადიხარ? არა, ტყუილია ეგ ამბავი. ტყუილია ეს ამბავი. შეიძლება ერთხელაც არ ვიყო. შეიძლება ერთხელაც არ ვიყო ნამყოფი ეგვიპტეში, მაგრამ ჩემი დაინტერესება და კვლევა არის რომ მთელ ეგვიპტეს ზედმიწევნით ვიცნობ. სხვათა შორის ეს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, მინდა გითხრათ, პირველად დამსვეს რამდენიმე წლის უკან, წინ უბრალოდ წარსულზე უკან არ უნდა თქვა, წინ უნდა თქვა. და დამსვეს პირდაპირ ეთერში ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში, ზივარ ერთ მხარეს მე და მეორე მხარეს ძალიან კარგი ძვირფასი ქალბატონი იყო. მეცნიერი, აი ყველაფერი მავეწდება კაცო ამ კოვიდის მერე, ისე მეგობრობდი ამ ქალთან და სახელი დამავეწდა, ეხლა სულ ვიხსენებ ლოცვაში, გარდაიცვალა. ხო, კოვიდის დროს გარდაიცვალა. და ეს ქალი მოკლედ იერუსალიმში ცხოვრობდა წლების განმავლობაში და იქაურობას იკვლევდა, მეცნიერი იყო და თამილამ გალობლიშვილი ღმერთმა აცხონოს, სულ ვიხსენებ და ქალბატონ თამილასთან ერთად ვარ პირდაპირ ეთერში. და მონაცვლეობით ვსაუბრობთ, რაღაცას თამილა იტყვის, მე რაღაცას მე ვიტყვი, რაღაცას თამილა, რაღაცას მე და იქ პირდაპირ ეთერში ვართ ეხლა პარალელურად ეკრანზე უყურებთ რა ხდება და მე ვასახელებ იქ ულუკლია, რაღაცეები ვეუბნებ იქ გამოსასვლელი, იქ შესასვლელია, რაღაცა ისე და ყველაფერი ვთქვი იქ თქვათ საბანელზე ვილაპარაკე, იქ სად არის, ტოა სად იყო, რა იყო, ყველაფერი ეს დეტალურად აღწერეთ და რომ გამოვედით გარე ცეცხლი გარდამოვიდა მიულოცეთ ხალხს გამოვედით გარე თამილა მეკითხება მამა კახაბერ ბოლოს როდის იყავით მე ვთქვი მე არ ვარ მეთქი არ მჯერაო მითხრა მე ვთხარი ხო არ მოგატყუებთ ახლა ამ ხელახალს არ ვარ მეთქი მე ვთხარი ნამყოფი იერუსალიმში მე ნამყოფი არ ვიყავი ამიტომაც იერუსალიმში შეიძლება ბევრჯერ იყო ნამყოფი მაგრამ იერუსალიმი არ იცოდე მაგრამ თუ გაინტერესდა აი რატომ მოვყევი ამ ხელა ამბავი პავლეს ისე აინტერესებდა ეს ყველაფერი, რომ ისეთი დეტალები აქვს აღწერილი, მათ შორის ზიარების სცენის. არც ერთ მოციქულს რომ არ აქვს, რომლებიც იმას ესწრებოდნენ. მათე ესწრებოდა, იოანე ღვთისმეტყველი ესწრებოდა. აღწერილი აქვთ, მაგრამ ისეთ დეტალებში და ისეთ ნიუანსებში, როგორც პავლეს ესე არა. და განა არ იცოდნენ იქ იყვნენ და ესწრებოდნენ ყველაფერს, მაგრამ აი პავლეს იმდენად აინტერესებდა და იმდენად ღრმად იხედებოდა ამ ყველაფერში, რომ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამას აი დეტალურად აღწერს როგორანაირად და ნუ ლუკას სახარებაშიც ესევე არის აღწერილი, რაც მისი კარნახით არის დაწერილი. პავლეს სახარებას ეძახიან, რა მითხარი? აი ლუკას სახარება რატო ეწოდა თუ პავლეს პავლეს იმიტომ რომ ლუკამ დაწერა. კი, ფიზიკურად დაწერა ლუკამ. ავტორად მაინც ლუკა ითვლება, რატომ იცი რომ აი ერთია რომ რაღაცას მკარნახობ შენ, მეუბნები რომ ეს ასე იყო და ფურცელზე მე გადამაქვს და ამიტომ ავტორად ლუკა ითვლება. ესევე არის მარკოზიც მინდა გითხრათ. მარკოზი პეტრეს მიხედვით არის დაწერილი. კი, პეტრეს მიხედვით არის დაწერილი და საქმე წმინდათა მოციქულთა, ასევე ლუკა მახარებლის მიერ. ლუკა ძალიან ჭკვიანი კაცი იყო, ექიმი იყო და ამავდროულად ხატმწერიც იყო. მისი დაწერილი ხატიც კი არის შემორჩენილი არაერთი ყოლაწმინდა ღვთისმშობლისა, მინდა გითხრათ.
ой, კამალიერი ვახსენე, კამალიერის გამოსვლა სახელმწიფოს ხუთაში ხოლმე. საოცარი ისტორიაა. დიახ, გამალიელი ძალიან ცნობილი ორი მქადაგებელი იყო მაშინდელ ისტორიაში. ესე არის გარდამოცემა. ერთს ერქვა შამაია, მეორეს ერქვა გამალიელი. და არის ესეთი გარდამოცემა, რომ მივიდნენ ერთმა კაცმა უთხრა, რომ ამ შამაიასთან მივიდა და უთხრა, რომ აი სანამ ცალფეხზე დგომას შევძლებო, მითხარიო შულიო მომიყევიო შენიო, ოღონდ ის იმ დროში უნდა ჩაეტიაო, სანამ მე ცალფეხზე დგომა შემიძლიაო და შამაიას უთქვამს, რომ შენო ხო არ გაგიჟდიო, კაცო, ამ ხელა დავთრებიაო ამასო, ხლა რას მოგიყვებიო. წავიდა მე გამალიელთან და გამალიელს უთხრა იგივე, რომ აი შენ თუ შეგიძლია შენი შული გადმომცე, სანამ მე ცალფეხზე დგომა შემიძლიაო და გამალიელმა უთხრა მას, რომ უნდა გიყვარდეს ღმერთი და უნდა გიყვარდეს მოყვასი. ეს არის მთელი ჯული, რასაც იესო ქრისტე პირდაპირ ამბობს და იმეორებს, რომ ეს არის ამაზეა დაფუძნებული ჯულის ყველა აბსოლუტურად მოხლი, აბსოლუტურად. იქ მერე რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს მკვლელობა იქნება მრუშობა თუ ხარმა რო ურქინა მეზობლის ქალს, ესეც განხილულია, მინდა გითხრათ ძველად თქმაში, ესეც ამაზეა დაფუძნებული. გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. დიდი მადლობა. მადლობა ღმერთს.